მოგესალმებით ყველას, ყველა არხის გამომწეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გადმოვა არხზე ნახავს ვიდეოს და მადლობას მოგიხდით სურვილის შემთხვევაში თუ გამოიწერთ რა თქმა უნდა და გააქტიურებთ ზარის ღილაკს. და დღეს მოვამზადე ახალი ვიდეო. ერთ-ერთი ჩემთვის საინტერესო მე მინდოდა რომ ამ თემას შევხებოდი და ვიდეოს თემა შეეხება აბრაამ ლინკოლნს. დიახ. აბრაამ ლინკოლნს, რომელიც იყო ამერიკის შეერთებული შტატების მე-16 პრეზიდენტი. ყოველთვის მინდოდა ჩემი მოსაზრებიდან გამომდინარე ალბათ უფრო მაქვს სიმპათიები ამ ადამიანის მიმართ, ამ პიროვნების მიმართ. თვლი რომ ყველაზე ძლიერი პრეზიდენტი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის. ასევე მაქვს ჩემი მოსაზრებები, ფაქტები, რომლებსაც ვიდეოში წინ დაგილაგებთ და აუცილებლად მე ვინც იცით ლინკოლნის პიროვნება იმათ კი, მაგრამ ვისაც პირველად ექნება შეხება ან ვისაც ნაკლებად გაუგია იმათმა თვითონ განსაჯონ. და იყო ალბათ რაღაცით განსაკუთრებული პიროვნება კი, იყავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ბევრი ძლიერი პრეზიდენტი. შეიძლება ზოგიერთი შემოდაუდგინდეთ, მაგრამ ჩემთვის ეს ადამიანი დღემდე რჩება სიმყარის, სიძლიერის, სიმტკიცის რაღაც ამოუხსნელი ამოცანად, რომელიც შემკული იყო თითქმის ყველა იმ ადამიანური სიკეთით, რაც შეიძლება ადამიანს ზოგადად ჰქონდეს. მოდი უშუალოდ ეხლა დავიწყოთ. დაბადებიდან დაიბადა 1809 წელს კენტუკის შტატში, ჰარდინში და გარდაიცვალა 15 აპრილის 1865 წელს ვაშინგტონში. ეგ ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ ბუნებრივი სიკვდილით არ დაღუპულა. მოკლეს და ამ პრეზიდენტის მკვლელობაც ერთ-ერთი კითხვის ნიშნის და ძალიან დიდი ამოცანით რჩება მსოფლიო ისტორიაშიც და ასევე ამერიკელი ხალხის ისტორიაშიც. როგორც დასაწყისში აღნიშნა, იყო რიგით მე-16 პრეზიდენტი 1861 წლის მარტიდან 1865 წლის აპრილამდე. იმ ბოლო წუთამდე მანამდე არ მოკლავდნენ, რა თქმა უნდა. და ჩემი აზრით მე შეიძლება ვთქვა, რომ ის უძღვებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში. და ეს იყო ამერიკის სამოქალაქო ომი. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის და სამხრეთის შტატებს შორის. ჩრდილოეთის შტატები იყო უფრო ინდუსტრიული და სამხრეთის შტატები იყო წმინდად მონათმფლობელური, აგრარული და მონათმფლობელური. და ეს აგრარულობა ემყარებოდა ზუსტად მონის მუშაობას და ადამიანების ექსპლუატაციის რაღაცა არნახულ ენით გამოუთხმელ დონეს. შეიძლება ითქვას, რომ უნდა მივაწეროთ ასევე მას, თუ შეიძლება ითქვას, რომ მონათმფლობელობის დასრულებაც, მაგრამ ეხლა ამ სამოქალაქო ომის დასრულების მერე მონათმფლობელობა წესით და რიგით ფურცელზე კი პირველი პრეზიდენტი იყო და პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ფაქტიურად დაასრულა, მაგრამ ერთი საუკუნის თითქმის მანძილზე ამის მერეც და მრავალი წლის მანძილზე ამერიკაში შავების სეგრეგაციას
და ჩაგვრას ზოგადად საზღვარი არ დადებია და დიდი ხნის განმავლობაშიც მონათმფლობელობა საკმაოდ ფართო მასშტაბებსაც იძენდა ამ ხელმოწერილი დოკუმენტის მერეც. თითქმის ყველა დოკუმენტი, სადაც წავიკითხე, ეს ადამიანი იყო თვითნასწავლი და კიდე ერთ-ერთი საოცრება ჩემი მხრიდან, რომ ამ ადამიანს ვწევდე პატივს, არის ეს და პროფესიით იყო ადვოკატი, იგი გახდა ადვოკატი და 1830-იანი წლებიდან ასევე ვიგების პარტიის ლიდერი და ილინოისის საკანონმდებლო ორგანოს წევრიც. იყო რაღაცა წარუმატებელი მსვლელობებით პოლიტიკურ ცხოვრებაში და საერთოდ ძალიან ბევრი წარუმატებელი მსვლელობას როცა ვახსენებ ამ ადამიანის ცხოვრებაში. ძალიან ტრაგიკული პიროვნებაა, მაგრამ ამ წარუმატებლობებს არასოდეს არ მიუცია საშუალება ამ ადამიანისთვის, რომ იგი მორალურად დაცემულიყო, სულიერად გამწყდარიყო. თავიდანვე, როდესაც იგი თავის პოლიტიკურ კარიერას იწყებდა როგორც მონათმფლობელობის და მონობის წინააღმდეგ გაუტეხელი მებრძოლი და სამოქალაქო ომის დროსაც ხშირი იყო შემთხვევები, რომ იგი პირადად წარმართავდა საომარ მოქმედებებს კონფედერაციის წინააღმდეგ. ასევე სამოქალაქო ომის დროს რა თქმა უნდა, როგორც ყველა გარე ქვეყანა, ასევე ამერიკის წინააღმდეგაც, ძირითადად ევროპული ქვეყნები ცდილობდნენ ინტერვენციას, სარგებლობდნენ რა მომენტით, ქვეყნის შიდა არეულობით და საკმაოდ წარმატებით განახორციელა ის, რომ ეს ინტერვენცია დიდი ბრიტანეთის იქნებოდა თუ სხვა ევროპული ქვეყნების არ დაეშვა და გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები. ადრეულ ბავშვობას რაც შეეხება, როგორც ზევით აღვნიშნე, იგი დაიბადა 1800 წლის 12 თებერვალს და იყო მეორე შვილი თომას და ნენსი ლინკოლნების ჰარდინის საგრაფოში, კენტუკიში. და ეს ყველაფერი აისახებოდა, რა თქმა უნდა, პატარა აბრაამის ბავშვობაზეც. იგი, კენტუკის შტატი თვითონ რო ავიღოთ, ძალიან ესე იგი ჭელადასახლებული ტერიტორია იყო. იქ თანაბრად ცხოვრობდნენ როგორც თესკანიანი კოლონისტები, ასევე ინდიელებიც. და ზუსტად აი ამ ინდიელებთან შეტაკებისთვის დაკარგა მან ბაბუა. და მამაც თითქმის აბრაამ ლინკოლნის მამა თომას ლინკოლნი აი ამ შეტაკებას ძლივს გადაურჩა. შემდეგ უკვე ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ ისინი, თანაბრად იზიარებდნენ როგორც იმ ძიმე შრომას, ასევე ამ გაჭირვებასაც. მერე უკვე გადადიან უშუალოდ კენტუკიში თვითონ აქ ახერხებენ, რომ შეისყიდოს საკმაოდ დიდი მიწისნაკვეთები თავისი ფერმებით და აქვე ზუსტად როგორც ზევით გითხარით, იბადება უკვე აბრაამ ლინკოლნიც. და როდესაც იბადება, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ძალიან დიდი მიწები არის ამ ოჯახის მფლობელობაში და თითქოს ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ
მის ბავშვობას არანაირი საფრთხეებრივი დამუქრებოდა, მაგრამ ცხოვრება მოუტრიალდება ისე, რომ მე სასამართლოს ძალით ფედერალურ კანონთან მიმართებაში ძალიან ბევრ ქონებას ოჯახი კარგავს და აბრაამ ლინკოლნს მთელი თავისი ბავშვობა და მოწიფულობის ასაკი უწევს როგორც სწავლა, ასევე სწავლასთან შეთავსებული ძალიან საკმაოდ მძიმე შრომა და მძიმე შრომის გადატანა. შემდეგ უკვე როდესაც აბრაამი გაიზრდება, იგი დაოჯახდება და 1840 წელს უკვე მერიტოდიზე, ეს მერიტოდი უნდა ვთქვათ, რომ არის მდიდარი მონათმფლობელის ოჯახიდან, მონებთან და ზოგადად მონათმფლობელობასთან შეხება ამ შემთხვევაში ლინკოლნი ვერც ჭაბუკობის პერიოდში ვერ აიცილებს. და ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლინკოლნს არ მოსწონს ეს ყველაფერი და იგი ცდილობს, რომ გააშოროს აი ამ სიტუაციას თავისი მეუღლე, თავისი ოჯახი თურთ არანაირი წვლილიც კი პატარა წვლილიც არ დაიდოს იმ ჩაგვრაში, რასაც მონათმფლობელობა ქვია და აქედან უკვე იწყება აბრაამ ლინკოლნის რაღაც ტრაგედიით სავსე პერიოდები. და პირველი შვილი ტოდ ლინკოლნი, რომელიც მას უკვე მეუღლესთან ეყოლება და რომლის მიმართაც უნდა აღინიშნოს ძალიან დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ აბრაამ ლინკოლნს განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა ასევე ცოლის მიმართ. ერთი შვილიც, ანუ ორი შვილი, რომელიც ეყოლება, ერთ სიტყვით უნდა ითქვას, ესენი არიან ტოდ ლინკოლნი და ედუარდი. ედუარდი ტუბერკულოზის გამო და ასევე ტოდ ლინკოლნიც რაღაც ამ ბავშვს არის ზოგადი მინიშნებები, რომ ჰქონდა რაღაც ფსიქიკური პრობლემები და იღუპება. ანუ ეს ადამიანი კარგავს ორ შვილს და ეს ალბათ დამეთანხმებით, რომ არ არის ძალიან დიდი ტრაგედია და ესეთი ტრაგედიის გადატანას ძალიან ბევრი ადამიანი რა თქმა უნდა ვერც ახერხებს და ვერც მოახერხებს. მოკლედ, მიუხედავად ამ ტრაგედიების და ცხოვრების მიერ გამოწვეული დარტყმების, აბრაამ ლინკოლნი აგრძელებს სოციალურ ცხოვრებას, სოციალურ აქტიურობას და 1830 წლიდან უკვე მტკიცედ დგას ვიგების პარტიის რიგებში და შესაბამისად იგი აღწევს თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ წარმატებას და ყველაზე დიდ გვირგვინს და უკვე მოგვიანებით 1861 წელს ხდება ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი. და პირდაპირ უკვე მისი პრეზიდენტობის დროს, როგორც უკვე გითხარით, წვავდება ინდუსტრიულ ჩრდილოეთსა და მონათმფლობელურ სამხრეთს შორის ურთიერთობები.
და იწყება ომი, ანუ როგორც გითხარით, ამერიკის სამოქალაქო ომი, ასევე მეორენაირად რო ვთქვათ, ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის. და აქ ძირითადი პრობლემა ამ შტატების ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის იყო ძირითადად მონათმფლობელობის თემასთან დაკავშირებული. სამხრეთში თვლიდა, რომ მონათმფლობელობა ნორმალური მოვლენა იყო, ხოლო ჩრდილოეთში ძალიან ბევრი ადამიანი შედარებით უფრო განვითარებული საზოგადოების ნაწილი თვლიდა, რომ მონათმფლობელობა და საერთოდ მონობა იყო ადამიანური აზროვნების და ადამიანური მოქმედებების დამახინჯებული სახე და ყველაფერს ერთად უნდა დასმოდა. სამხედრო შეტაკებები იწყება ფორტ სამტერთან 61 წლის 12 აპრილს და სრულდება 1875 წლის 26 მაისს. სამხრეთელთა არმიის ნარჩენების სრული კაპიტულაციით და ომის პერიოდში თითქმის 2000-მდე ბრძოლა იმართება და მთლიანად ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მიაწერენ აბრაამ ლინკოლნის როგორც სამხედრო ნიჭის, ასევე პოლიტიკური და საპრეზიდენტო ქარიზმის ძალიან დიდ პლუსს და მიუხედავად ამისა წესით დარიგით, როდესაც ომი დამთავრდა, თითქმის ამ ადამიანისთვის ხელი აღარაფერს აღარ უნდა შეეშალა და ტრიუმფალური უნდა იყო მისი პრეზიდენტობის დარჩენილი ნაწილი, მაგრამ როგორც გითხარით, ერთ-ერთი სპექტაკლის ყურების დროს თეატრში, ლოჟაში მას კლავს ერთ-ერთი ადამიანი ზურგიდან გასროლით და ამ მკვლელობაზე არის ძალიან ბევრი მithქმა-მოთქმა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რომელიც პასუხგაუცემელია და რა თქმა უნდა არც არასოდეს აქამდე თუ ვერ გაეცა პასუხი. ნუ ნაწილი კი თვლის ისტორიკოსების ნაწილი, რომ თითქოს მათ სულად იციან სიმართლე, მაგრამ მე ვთვლი, რომ ზუსტად აი ამ მკვლელობის ფაქტი ცოტა ესეთი რთული პასუხგასაცემი კითხვა, რომელსაც სრულყოფილად დღესაც კი არ შეიძლება რომ დაბეჭდებით პასუხი გაეცეს. ნუ მოკლედ ფაქტი არის ერთი, რომ კაპიტულაციიდან მეხუთე დღეს, როდესაც რიჩმონდში შევიდნენ ჩრდილოეთის ჯარები და სამხრეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა, სასიკვდილოდ დაჭრა, როგორც გითხარით, თეატრის ლოჟაში სამხრეთელთა მხარდამჭერმა, სახელი ესეთი ქვია ჯონ ბუთმა. ნუ 5 დღე ეს აბრაამ ლინკოლნი იყო გათიშული და მეხუთე დღეს გონებაზე მოусულად გარდაიცვალა. და სხვათა შორის ეს პრეზიდენტების წყევლაზე რო არის საუბარი, გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 4 მოკლულ პრეზიდენტს შორის იყო პირველი და ასე რო ვთქვათ გახსნა, ასე რო ვთქვათ ეს სია ამ ადამიანმა. ზოგადად გეტყვით, რომ როგორც ყველამ ვიცით, ასევე ლინკოლნი არის $5 გამოსახული, ჩემი გადმოსახედიდან მაგათ კი დავერც ვერავის ჭკუას ვერ ვასწავლი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა მაღალ ბაკროთზე უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამოსახული და დღემდე ამერიკის ისტორიაში უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, რომ ეს ადამიანი რჩება ღირსეული ოჯახის, ღირსეული მოქალაქის და ღირსეული საზოგადო და საზოგადო მოღვაწის ერთ-ერთ ეტალონად. ნუ როგორც გითხარით, საქმიანობით იგი იყო ადვოკატი, თვითნასწავლი. მეუღლე იყო მერი ტოდ ლინკოლნი, რომელიც რა თქმა უნდა, როგორც დასაწყისი აღნიშნე, ძალიან უყვარდა. და
რა ვიცი, რა შეიძლება კიდე რო ითქვას ამ ადამიანზე. მე ხა უბრალოდ ამ ადამიანის პირად ტრაგედიებზე უბრალოდ აღარ მინდა რომ ჩავშალო და ბევრი ვილაპარაკო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საშინელება აქვს ამ ადამიანს თავისი ცხოვრების გზაზე გადატანილი. როგორც გითხარით, დასაწყისი აღნიშნე იგი შვილების მიმართ კაცრი მამა არ ყოფილა. თუ გარდაეცვალა შვილი ედუარდი, და გარდაიცვალა მისი აშევე შვილი ედ ლინკოლნი და უკანასკნელი შთამომავალი, რომელიც იყო შვილიშვილი რობერტ ტოდ ლინკოლნი, მეიქუთი 1985 წელს გარდაიცვალა. ეს შვილების გარდაცვალება თვითონ აბრაამ ლინკოლნის ისე დღეში ჩააგდო, რომ ქონდა ძალიან დიდი პრობლემები საკუთარ ფსიქიკასთან. ეს ხაზგასმით არის აღნიშნული ასევე საისტორიო წყაროებში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ადამიანმა ვაშკაცურად შეძლო ეტარებინა ეს ძიმეთვირთები და დარჩენილი იყო ბოლომდე სამართლიანობისთვის და სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანად. დღეს ამ ვიდეოში მე ვთვლი, რომ ამ ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი და უნიჭიერესი პრეზიდენტის ცხოვრებისეული დეტალები თითქმის საკმაოდ კარგად გადმოვეცი და აღნიშნე მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. იმედია, რომ ეს ვიდეო მოგეწონებათ, მოусმენთ და რა თქმა უნდა ისევ და ისევ მადლობას გადაგიხდით არხის გამოწერისთვის, გვერდში დგომისთვის, რა თქმა უნდა თუ სურვილი გექნებათ. თქვენთან ერთად არის ვახო, ეს არის ჩემი არხი, გისურვებთ ყველას სასიამოვნო ცხოვრების გზას. დროებით კარგად ვზარდებოდით.